სალამი მეგობრებო, მოდით დღეს გავაკეთოთ ესეთი საინტერესო ნეიროგრაფიკა, რადგან ეხლა არის ესეთი პერიოდი, რომ ვამუშავებთ ყველაფერს, ვუშვებთ, ვასუფთავებთ ენერგიას, ვასუფთავებთ ჩვენ სივრცეს, იმისთვის რომ მოვემზადოთ 2026 ბედნიერი წლისთვის, გავასუფთავოთ ენერგიები და ახალი სურვილები ჩავთქვათ, ყველაფერი ახალი მოვიდეს ჩვენთან 2026 წელს და თან ახლა პატარა შეხვედრებსაც ვამზადებ. უკვე გქონდა ერთი ონლაინ შეხვედრა, სადაც გავუშვით და ვამუშავეთ გარკვეული პროგრამები, რაც უკვე აღარ გვემსახურება, რომელსაც აღარ აქვს არანაირი დატვირთვა, 2025 წელს გამოგვადგა საჭირო იყო და მადლიერებით და დიდი სიყვარულით გავუშვით ჩვენი სივრციდან, გავინთავისუფლეთ ადგილი ახალი კარგი ამბებისთვის და მიზნებისთვის, სურვილებისთვის. ეს უკვე ჩატარდა ერთი, შემდეგი კიდევ ჩატარდება ცენტრ დელიაში 20 რიცხვში და მე უკვე 25 რიცხვში დავხატავთ შობის ვარსკვლავს და ჩავთქვათ სურვილებს. ეს შეხვედრები იქნება პირისპირ, ანუ ცოცხალი შეხვედრა იქნება, მაგრამ ასევე გაკეთდება ონლაინ ჩართვაც, ანუ ვისაც გსურთ შეგიძლიათ რომ ონლაინად შემოუერთდეთ. ასევე რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ ნახოთ უკვე ჩატარებული და ჩაწერილი ვებინარი. ამისთვის მომწერეთ ტელეგრამში, სარებში და აღწერაში ვდებ ტელეგრამის არხის ლინკს და შეგიძლიათ შემომიერთდეთ. მაქვს ჯგუფი, რომელიც არის ღია და სადაც ბევრი ვიდეო მიდევს და ასევე იქ ვაანონსებ სხვადასხვა შეხვედრებს, რომელსაც ვატარებ. ძალიან კარგი შედეგები აქვთ მონაწილეებს და ძალიან კარგი ფიდბექები მაქვს, რაც ძალიან მახარებს და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ ახალი ალგორითმები მოგცეთ და ვიმუშაო, მოვიძიო და გავაკეთო თქვენთვის. აი ახლა კი მინდა მოგცეთ ალგორითმი, რომელშიც ჩვენ გარკვეულ თემებს დავამუშავებთ. ყველაზე კარგად ჰარმონიაში მოყავს, თქვათ, რაღაცა სტრესული პროგრამები, შფოთვითი პროგრამები, რაც შეიძლება იყოს ჩვენში, წრეებს. ანუ წრე ეს არის ჰარმონიული ფიგურა და როდესაც წრეში ამას განათავსებ, უკვე მოყავს ჰარმონია. შეიძლება ეს მთლიანად არ წავიდეს ამ წუთას შემგან, მაგრამ დაამუშაო, მიიღო და რაღაცნაირად მოახერხო მასთან ერთად ცხოვრება და თუ გაშვებას მოახერხებ, მთლად უკეთესი. თუმცა გაშვებას რაც შეეხება, მეგობრებო, არ არის მარტივი ერთი ნეიროგრაფიული დახატვით შეიძლება გააცნობიერო რაღაცეები ამ შფოთვის მიზეზთან დაკავშირებით ან შიშთან დაკავშირებით, ბლოკთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი ნეიროგრაფიული ალგორითმის დახატვით ნამდვილად ვერ მოხერხდება მისგან განთავისუფლება, მაგრამ ეს პროცესი დაიძრება. რამოდენიმეს თუ გააკეთებთ და მით უმეტეს თუ მაგალითად შეიძენთ ესეთ sketchbooks და მასში და მისცემთ დასახელებას და არქმევთ თქვათ თემას, თქვათ იგივე ნეგატიური პროგრამებისგან განთავისუფლება და დახატავთ თუ ყოველდღე არა კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ რამდენჯერაც გაგახსენდებათ თქვათ გარკვეულ ალგორითმს, სხვადასხვა ალგორითმებს, ნელა შეძლებთ რომ გადააწყოთ თქვენი ნეირონული სისტემა იმაზე, რომ ეს აღარ ჭირდება. მას ქვეცნობიერს გააგებინოთ, რომ ეს არ ჭირდება, საერთოდ უსარგებლოა და გაუშვებთ. რა თქმა უნდა, ხატვამდე გვაქვს თემის გაწერა, ხო, 2 წუთში ვწერთ 20 სიტყვას, თემას ვირჩევთ, თემა მოგვყავს 1 სიტყვამდე და მერე მის გარშემო ვწერთ 20 სიტყვას 2 წუთის მანძილზე. ეს არის ერთგვარი გონებრივი იერიში, რომ განვაწყოთ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი გონება ამ თემაზე და უკვე ხატვაში უფრო აქტიური იყოს ეს და აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ხატვის პროცესში თქვენს რეფლექსიებს. თუ რეფლექსიები არ გაქვთ, ანუ არანაირი, თქვათ, ან წინააღმდეგობა არ არის,
არც თქვათ შეხურება, ანუ რაღაცა რეაქციები უნდა გქონდეთ. თუ ეს რეაქციები არ არის, ესე იგი არ მიდის იქ ღრმა მუშაობა, ანუ თქვენ ამაზე არ ფიქრობთ, ესე გამოდის რა. რაღაცა ვერ მუშაობს და თავიდან უნდა სცადოთ. ნუ ეს ყოველთვის არ არის, მაგრამ თუ შენ პროცესში შესული ხარ და მთლიანად ამ პროცესში ხარ ჩართული, აუცილებლად მოდის რეფლექსია. აი მაგალითად შეიძლება იგრძნო დაღლა, წინააღმდეგობა, რომ არ გინდა დახატვა, თავის ტკივილი გაქვს, მოგბეს და უკვე წინააღმდეგობა, ანუ გეწინააღმდეგება სადღაც შენი გონება და არ უნდა რომ გაუშვას ეს თქვათ. რაღაც რაზეც მუშაობ, ხო? შენში არის ლოკი ამ თემასთან დაკავშირებით და ეს არ უნდა რომ გაუშვას, ხო? ეს წინააღმდეგობა მაგას ნიშნავს და პირიქით უნდა იმუშაოთ კარგია, ანუ მან უნდა გააცნობიეროთ რა მიმართულებით უნდა იმუშაოთ. ეს მე მგონი ყველაზე მარტივი მეთოდია რომ ხატო და ხატვის გზით თან სიამოვნებას იღებ და თან ცვლილებას ახორციელებ. ნეიროგრაფიკა პირველ რიგში ეს არის შემოქმედებითი მომენტი ძალიან ცვლის ადამიანს და ძალიან დადებითად მოქმედებს მასზე. აი ეს მეთოდი ნეიროგრაფიკა პირდაპირ არის მეცნიერული მტკიცებულება იმის, რომ შემოქმედებითი პროცესი რეალურად ცვლის და შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება უკეთესისკენ აბსოლუტურად ყველა სფეროში. შეუძლია რომ გაგანთავისუფლოს ტკივილებისგან, შეუძლია რომ სიმდიდრე მოიტანოს, შეუძლია რომ ფინანსური ბლოკები მოგიხსნას, შეუძლია რომ ფინანსები მოგიტანოს, შეუძლია რომ სურვილები შეგისრულოს და ეს რაღაცა მისტიკა არ არის, მეგობრებო, ეს არის რეალური მუშაობა გონებასთან და პრინციპში ყველა ტექნიკა, ის რაც გონია რომ არის მისტიური და მაგიური, ისიც კი რეალურად არის მუშაობა საკუთარ ქვეცნობიერთან და გონებასთან. ამიტომ დღეს მოკლედ დავხატოთ ერთ-ერთი ალგორითმი და მოვიყვანოთ ჰარმონიაში ჩვენი გარკვეული შფოთვები. აი მაგალითად ეხლა მე ჩემს ტრენინგზე მეც ხომ ვამუშავებ არა გარკვეულ რაღაცა ბლოკებს, ანუ მეც მუშაობ ჩემი ტრენინგის მონაწილეებთან ერთად, მეც ვამუშავებ საკუთარ შფოთვებს და ბლოკებს თქვენთან ერთად, ხო? და უკვე რაღაცა მგონია რომ მოვიყვანე სიმშვიდეში და ამ დროს დღეს მოხდა ფაქტი, რომ ვიღაცა ისეთი შემეხმიანა და ისეთი რაღაცა მითხრა რომ არ უნდა არც მაწყენინა, არც არაფერი ჩვეულებრივად, მაგრამ ეს ადამიანი და მისი ქცევები და მისი საუბარი და ინტონაცია თუ დამოკიდებულება ჩემს მიმართ არის რაღაცა ტრიგერივით, უცებ ავენთე, აღშფოთდი, მე მივხვდი რომ ტყილა, ანუ ეს ჩემი ემოცია არის, რომელიც მიკერებული არის ამ ადამიანზე და რაღაცნაირად უნდა მოვაშორო, მაგრამ ტრიგერია რაღაცას მინათებს, ანუ ჩემში პრობლემა. გარკვეულწილად რაღაცა მაქვს დასამუშავებელი ჩემში. ის არაფერს შუაში არ არის, ის არის უბრალოდ მანათობელი ტრიგერი. მიმინათებს რაღაცაზე ჩემში, თავისი ქცევით. ჩემს არ უნდა საერთოდ არ შეიძლება კი არა ზუსტად ვიცი არც უნდა რომ წენოდა რამე ან რამე, მაგრამ მე ასე ავიქვი. როგორც იცით, როგორც ინსაიტივით არის ხა ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე მუშაობ ესეთ თემებთან, აი მან და არის ზუსტად ეს გაცნობიერება, რომ ვაბავთ ჩვენს რაღაცა უარყოფით თვისებას სხვა ადამიანს და იმას მივაწერთ, რომ ის გვაღიზიანებს და რეალურად ეს არის ჩვენი და ჩვენში დასამუშავებელი ემოციური მომენტი. და მოკლედ მე მინდა რომ ამაზე დავხატო დღეს ნეიროგრაფიული ალგორითმი, რომ გამოვიტანო ჩემგან, გავაცნობიერო რა იწვევს რეალურად ჩემში ამ აგრესიას, რა მაღიზიანებს იმ ადამიანში პირველ რიგში ეს გავაცნობიერო და მე ეს დავამუშაო ჩემში, ანუ რატომ აქ ესენი, ხო? და პრინციპში მინდა გითხრათ, რომ მე დღეს უკვე გავაკეთე ეს ალგორითმი ჩემთვის და ეხლა მინდა როგორც ჩავწერო, ხო? თქვენთვისაც ეს და როგორც გითხარით, თემის დაწერა არ გვავიწყდება და მე უკვე ვიწყებთ წრეების დახატვას. ჩემი ფურცლები რადგანაც არის პატარა, მე შედარებით პატარა წრეებს ვხატავ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აიღოთ დიდი ფურცელი და დახატოთ სხვადასხვა ზომის წრეები. თან უკვე თემა რო გექნებათ გაწერილი, თემიდან წამოიღეთ აქ დასამუშავებლად, რას ამუშავებთ, გადახედეთ იმ თემას, მოინიშნეთ რამოდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც გინდათ რომ დაამუშავოთ და ჰარმონიაში მოვიყვანოთ და მე უკვე ჩასვით წრეებში. ამოდით იბრძენით, თქვათ, სად უნდა იყოს ეს წრე. შეიძლება გაცდეს კიდევაც, თქვათ, გარკვეული წრეები ფურცელს და აქ შეზღუდული არ ხართ. მე ჩვენ ამას ყველაფერს დავამუშავებთ.
აი ამ წრეში შიგნითვე შეგიძლიათ უკვე რომ დაიწყოთ ნეიროგრაფირება და თუ თქვენ მისცემთ დასახელებას თქვათ ამ წრეს, ანუ კონკრეტული სახელი იქნება, არის რომ კონკრეტულად თქვათ ადამიანთან დაკავშირებით ამუშავებთ რაღაცაზე, შეიძლება იყოს პარტნიორი, შეიძლება იყოს თანამშრომელი, რომელიც რაღაცებს თქვათ ისე ვერ აღიქვას, გაღიზიანებთ, შეიძლება იყოს თქვენი უფროსი, ამ ქვეშემრდომი პირიქით, ხო? ნებისმიერი ადამიანი, რომლის მიმართაც ხვდებით, რომ გაქვთ გარკვეული ისეთი ემოციური დამოკიდებულება, რისი დამუშავებაც გსურთ. და რა არის აქ პირველი, თქვათ, რას აკეთებს ეს ადამიანი, ისეც, რაც თქვენ გაღიზიანებთ. შეიძლება იყოს ის, რომ არიჩენს, არ გაფასებთ. აქ დაფიქრდით რეალურად ეს დაუფასებლობა, ანუ დაფასება მისი მხრიდან, რისთვის არის თქვენთვის საჭირო, რას გაძლევთ ეს ხო რაღაცა, რას ეძებთ, რატო ეძებთ, რომ ამ ადამიანმა დაგაფასოთ, ანუ რა არის აქ მნიშვნელოვანი თქვენთვის, რა ემოციები აქვს თქვენთვის მნიშვნელოვანი, ხო, ამაზე იფიქრეთ, როდესაც ამას აქ დაამუშავებთ. აქვე შეგიძლიათ რომ უკვე ხაზები გაავლოთ და ამ ხაზებს მისცეთ ეს ნიშნულობები, ხო? რატოა შენთვის მნიშვნელოვანი, რომ იმ ადამიანმა დაგაფასოს მაგალითად? რას გაძლევს ეს შენ? გააჩნია ვიზი აკეთებთ, ხო? აუცილებლად მიეცით ეს ამ ხაზებს და რამოდენიმეჯერ გაავლეთ ეს ხაზი, თან იფიქრეთ ამაზე. რეალურად მართლა არ გაფასებთ თუ ეს თქვენი შეგრძნება ასეთი, შეიძლება საერთოდ სხვა მიზეზია აქ და ვერ ხედავთ. ამიტომ ამაზე იფიქრეთ. და აქ უკვე ხედავთ, რომ გადაება სხვა წრე, ანუ ამას უკვე რაღაცა სხვა სახელი ქვია, ხო? ამის სახელი ესე იგი ამასთან კავშირში მოდის. და თქვით თქვენთვის, ანუ რა არის ეს? რა წრეა? გაღიზიანება შეიძლება იყოს და აქ ნახეთ ხაზებში რა გაღიზიანებთ კონკრეტულად. მიზეზი რა არის ამისი? იცით რა, თემაში შეგიძლიათ დაწეროთ ასევე ყველანაირი სიტყვა რა, იცოდი სიტყვაც თუ მოგდით თავში რაღაცა, ესეც შეგიძლიათ დაწეროთ, იმიტომ რომ თქვენ მარტო ხართ მანდ და საკუთარ თავთან მუშაობთ, ხო? და აი ამ ხაზებს ახლა მიეცით ეს დასახელებები, მეგობრებო, აუცილებლად გაღიზიანებას რა იწვევს თქვენში. ყველას ჩვენი გვაქვს. ამიტომ მე არ გავჟღერდები ახლა აქ, იმიტომ რომ არ მინდა რომ მოგახვიოთ თავზე, თქვათ, რაღაცა მაინც გავლენის ქვეშ შეიძლება მოიქცეთ. ისიც კი რომ მე აქ წერ, თქვათ, წრეებში და ვაჟღერებ, მე რას ვაძლევ დასახელებას, ესეც არ მიმაჩნია რომ სწორია, იმიტომ რომ თქვენ საკუთარი უნდა აღმოაჩინოთ აქ და დაწეროთ. გააცნობიეროთ, აღმოაჩინოთ რა, გააცნობიეროთ. ამიტომ ამაზე თქვენთვის იფიქრეთ. და როგორც კი მოვა გაცნობიერება და ამ ხაზებს თქვენ მისცემთ სახელებს, აი დაინახავთ თქვენ თვითონ რეალურ მიზეზს და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საერთოდ აი აქ გული გამოიკვეთა. საერთოდ აქ არის შვენიერი გრძნობითი ასპექტი და შეიძლება იყოს ეგოს მომენტი თქვენი. და რაღაცა გაქვთ გადასალახი აქ დასამუშავებელი თქვენს ეგოში, ეგოისტურად აღიქვავთ. ან შეიძლება ფიქრობთ, რომ აი ჩაგრავს. შეიძლება მართლა არასწორად იქცევა ადამიანი, კაი, მაშინ უნდა გააცნობიეროთ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ შეცვალოთ რეალურად ეს სიტუაცია. ანუ ან იღებ, ან ცვლი. გაღიზიანება კი არ უნდა გქონდეს შენში. ან უნდა მიიღო ეს როგორც არის, თუ გჭირდება ეს, ან უნდა შეცვალო და იფიქრეთ, როგორ უნდა შეცვალოთ. ანუ რა თვისებები, აი წამოვიდა ახლა აქ მომენტი ინსაიტივით, რა თვისებები უნდა განავითაროთ თქვენში იმისთვის, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა შეცვალოთ.
აი შემდეგი წრე იყოს ეს ერთ-ერთი თვისება. და იფიქრეთ ამაზეც. სითამამე შეიძლება იყოს გამბედაობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, თქვათ თუ არის თანამშრომელზე საუბარი, ხო? ოღონდ აქ არ უნდა იყოს კონფლიქტი. თქმა უნდა, კონფლიქტის გარეშე უნდა მოგვარდეს, ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის გაცნობიერება, რომ არ იყოს კონფლიქტი. ან ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონფლიქტის აღმოფხრაზე, ხო, პირიქით და ამის გაშვებაზე ჩვენგან და ამის მოგვარებაზე. ამიტომ თქვენ უნდა იფიქროთ, რომ სითამამე ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში ვიღაცა შეიძლება გავამცხო. შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ პირდაპირ იყო უფრო. და რეალურად ეუბნებოდი ადამიანებს იმას, რასაც ფიქრობ, თქვათ, მოცემულ მომენტში. და დაანახო ეს შენი აზრები. აი, მოდი იყოს აქ. სითამამე. გამბედაობა. ანუ რა გაღიზიანებთ ეს დაწერეთ, ხო? სიმშვიდე. და ძალიან საინტერესო იქნება თუ გააკეთებთ ბენეფიტებს, რას გაძლევს ესეთი კავშირი. ანუ აი რა ბენეფიტი გაქვს შენ ამაში, რატო ითმენ, რაღაცაში გაწყობს. თუ არ გაწყობს საერთოდ არაფერში, მაშინ უშვებ, ან ცვლი. და ამიტომ ეს თემაც გაიარეთ თქვენში ბენეფიტები. აქ შეგიძლიათ ხაზებში პირდაპირ ეს დაწეროთ. რა სარგებელი გაქვს შენ ზუსტად ამ ურთიერთობიდან, ზუსტად იმ ფორმაში, როგორიც ახლა აქვს, რაღაცა სარგებელი გაქვს. და რა გაქვს? ეს მიეცი ამ ხაზებს და ჩაწერე აქ. რა სარგებელი? მიაწერე ეს ამათ. როცა არ გაქვს სარგებელი არაფერი. ეს შენთვის მნიშვნელობა, ანუ ამას შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, ხო? თუ სარგებელი გაქვს, აგრძელებ ამ და აქ უკვე დაიწყებთ შემდეგი ნაბიჯი არის მოგვარება სიტუაციის. გაშვება. რაღაცის, გაუშვათ. გაუშვის ფოთვა, დაძაბულობა. დაძაბულობაში ცოტა ესეთი კუთხეები წამოვიდა ხაზებში, ხედავთ, ეს უნდა გადაამუშავოთ. მეორე ხაზი გადაავლეთ, მესამე დაამუშავეთ. სირბილე მიეცით, უბრალოდ გაუშვით თქვენგან. ახეთ როგორ შეწყმა მოხდა, აქ ნეიროგრაფირებას უკეთებთ ახლა ამ ყველაფერს. და როგორი შერწყმა მოხდა, ანუ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოდი ამას დავარქვათ სიმშვიდე. მინდა რომ მოვიდეს ჩემთან სიმშვიდე, უკვე ეს მინდა აქეთკენ დავჩავსვი პრობლემები და აი აქ მინდა უკვე იყოს სიმშვიდე. კიდე გაცნობიერებასაც ჩავწერ. დავამატებ წრეს და ეს იქნება გაცნობიერება. თქვენ თუ გექნებათ სურვილი, რომ კიდევ თქვათ რაღაცა ჩაამატოთ, მოიტანეთ ეს და ჩადეთ აქ წრის სახით კიდე. და ნახეთ ისე დაემთხვა, რომ ჩემი გაცნობიერება დაუფასებლობას და ბენეფიტებს დაედო. ესეც რაღაცას ნიშნავს, ამაზეც დაფიქრდით. და
კიდე ნახეთ, შეიძლება გქონდეთ შეგრძნება რომელიმე პიროვნების მიმართ, კიდეც პარტნიორი იყოს, კიდეც თანამშრომელი იყოს, კიდეც ოჯახის წევრი იყოს, რომ მე ის მიყენებს, მაგრამ რეალურად შეიძლება ეს იყოს, რომ ამ ადამიანს ჭირდება ჩემი დახმარება. ანუ ესეც მინდა რომ დავწერო, ანუ კი არ გიყენებთ, შეიძლება დახმარება ჭირდება და მხოლოდ შენ მიაჩნი ხარ იმათ, ვინც დაეხმარება და ასევე დაფიქრდით იმაზე, რომ რადგან თქვენ მოგმართავთ სისტემატიურად, ესე იგი შეიძლება თქვენ მის მფარველ ანგელოზად ხართ დანიშნული და გაძლევთ ღმერთი იმის უფლებას, რომ დაეხმაროთ. რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს. ხა შენით ინიციატივა დიდად არ უნდა გამოიჩინო, არ უნდა იყო, როგორ ვთქვა, სუპერმენის პოზიცია, არ უნდა აიკიდო ზედმეტი ვალდებულებები საკუთარ თავზე. აი აქედან წამოვიდეს სიმშვიდე ჩემთან ხაზების და მაგრამ თუ თქვენ მოგმართავთ ეს ადამიანი სულ დახმარებას და თქვენ ეს გაღიზიანებთ, ხო? აი ეს დაამუშავეთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ თუ მოგმართავს დასახმარებლად, ესე იგი ჭირდები როგორც დამხმარე, ხო? და კი არ გიყენებს, არამედ შენ მიაჩნი ხარ პროფესიონალად, გადამრჩენელად, ანუ ხვდები? რაც არ ნიშნავს, რომ უნდა დაისვა შენ ენერგიაზე. ხა თუ კი ხვდები, რომ რაღაცა ზედმეტობას აქვს ადგილი, კი უნდა გაჩერდე და დასვა და ელაპარაკო. ან დასვა და ელაპარაკო არა და მარტივად აუხსნა, რომ ესე ვერ გაგრძელდება. თუ ეს სისტემატიურ ხასიათს იღებს, ხო? ანუ არ უნდა გაუწიოთ დათვური სამსახური, ვინც არ უნდა იყოს, კიდე ჩვილი იყოს. გავარჩიოთ, დახმარება არ გვაღიზიანებდეს, გავარჩიოთ, ვთქვათ, რეალურად გავაცნობიეროთ ამ ადამიანისთვის ჩვენ ვინ ვართ, იმედი შეიძლება ხარ და მოგმართავს, იმედები რომ არსებობ. და ეს წრესაც ჩავხატო, ეხლა გადავავსე. აი აქ იყოს, ხმარე და იმედი ხარ. ისი. და გააცნობიერე, რომ შეიძლება შენ ამისთვის იმედი ხარ. და ამ ეტაპზე სწორედ შენი დახმარება არის მნიშვნელოვანი მისთვის. და მიეცით პირდაპირ სახელი, რომ შენ ხარ ხაზებს შიგნით რასაც დახატავთ, მიეცით სახელები, რომ შენ ხარ იმედი. აი ეს არის იმედი. გასაჭირში რომ იყოს შენ მოგმართავს იმედი აქვს, რომ ამა გაჭირვებაში დაეხმარები. ეს მნიშვნელოვანია, ეს ძალიან კარგი მომენტია, როცა შეგიძლია, როცა სამყარო მithumetes თუ აკეთებ ამას, ეს ნიშნავს, რომ შენ კი არ აკეთებ, ღმერთი ეხმარება ამას, შენ ხელით უბრალოდ გაძლევს იმის უფლებას, რომ დაეხმარო და აქ ამ პარტავნობას ნუ გამოიჩენ რა, გამოიჩინე ადამიანობა. და მადლობა უთხარი ღმერთს, რომ მოგცა ამის საშუალება, რომ ვიღაცას შეგიძლია დაეხმარო. მოდ როგორც გითხარით, დათვური სამსახური კიდე სხვა თემაა და ესეც უნდა გააცნობიეროთ. ძალიან ხშირად გადაგვდის ეს დახმარების მომენტი სწორედ დათვურ სამსახურში. ახლობლებს უფრო ეხება ეს, ხო, ვინც გვიყვარს იმ ადამიანებს ეხება ეს და ესეც მოუნიშნოთ. ჯერ ეს წრე დავამუშავოთ, ხო? გარედან დავანეიროგრაფიროთ. და მე უკვე შიდა ხაზებიც გავავლოთ წრეში. რამოდენიმე გავავლეთ და კიდე ერთი შეგვიძლია რომ აქედან წავიღოთ. რა ცოტა ხაზი. და მეცეთ ესეთი გადაკვეთა და მოდი წავიღოთ აი აქ. აუცილებლობაშიც მოდის, ესე იგი აუცილებელია დაეხმარო რაღაცაში. აი ასე. და ეს არ უნდა გადაგვივიდეს ამ პარტავნობაში, რა მაგარი ვარ, მე ვეხმარების, ამას არ შეუძლია, რომ ჩემოთ გააკეთოს და მოაგვაროს საქმე და შემაწუხა. ეგეთ რაღაცები არ უნდა მოგდიოდეს თავში. ეს არის დასამუშავებელი მომენტები. ჩვენთვის არის ეს კარგი რა, მეგობრებო, პირველ რიგში. როგორც კი ეს ცნობიერება გეცვლება და რა კარგად როცა აზროვნებ, სწორად არ ვიცი რა არის, მაგრამ კარგად როცა აზროვნებ, შენი სივრცე სუფთავდება, შინაგანად სუფთავდები რა, რაღაცნაირად სუფთა ხდები, შენ ამას გრძნობ.
ანუ ნეგატიური ემოციებისგან ჩახსნა ხდება. უკვე ნეგატივში კი არა დადებით შემიძლია დავეხმარო მადლობა ღმერთს რომ აძლევ ვიღაცის დახმარების საშუალებას და მაქვს ამისი უფლება და შესაძლებლობა რომ ვიყო შენი ხელი შენი დამხმარე რომ მოვადრო მეც დამჭირდება დახმარება რაღაცაში და მეც გამომიგზავნის ადამიანს ვისაც შეიძლება რომ დამეხმაროს ვიღაცა შეიძლება ჩემი იმედი იყოს რა სულაც რო არ დაგიდგეთ არც გინდათ რომ დაგიდგეთ ეგეთით რომ ვიღაცა რომ დაგეხმაროს მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ფაქტორი ხა რაც აღმოვაჩინე ინსაიტივით წამოვიდა ხატვის პროცესში ჩემთან რითი შემილია რომ ეს აგრესია თქვათ ვიღაცის მიმართ გადავფარო ხო ჩავთვალო რომ უჩემოდ ამ ადამიანს არ შეუძლია მე მისთვის რაღაცა მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ ოღონდ ისე ვამბობ რომ ეს ამ პატარნობაში არ გადაგვეზარდოს მოკლედ აქ ცოტა სივრცული ხაზებით შეგვიძლია რომ გავავლოთ და გავიტანოთ სივრცეში თქვათ ეს მომენტი ასე და ვამუშაოთ ისიც აი აქ შეგვიძლიათ რომ გავავლოთ რაღაცა სივრცული ხაზი გამაქვს სივრცეში ხო და ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ არქეტიპირება უკვე ანუ ფერით ამ ყველაფრის გაერთიანება ქვია ამას ქვია არქეტიპირება კიდევ ერთხელ ავხნიშნავ რომ აქ ყველას გექნებათ თქვენი ინდივიდუალური ინსაიტები ყველას წამოგივათ რაღაცა თქვენი აზრები და ფიქრები ხატვის დროს აი ასე ხა შემოვიტანოთ ფერი შეგიძლიათ შემოიტანოთ როგორც ფანქრით ასევე შეგიძლიათ შემოიტანოთ ფერი ტექსტის ამომყვანით აი ასეთით და რა თქმა უნდა არის მომენტი რომ შეგვიძლია გავაერთიანოთ ნახოთ ეს ყველაფერი მე რამოდენიმე უჯრედს ამით გავაფერებდი და გადავალ ფანქრებზე ვერ აღმოჩნდა იმ დონის როგორც მეგონა თან გაითვალისწინეთ როცა ტუშით ხატავთ გადადის უფრო ტექსტის ამომყვანი ანუ ღაბნის და ამიტომ როცა იყენებთ ტექსტის ამომყვანს აუცილებლად უნდა ხატავდეთ მარკერით ძირითად ფიგურას ალგორითმისას აქ აღნიშნავ ანუ ვიდეო უკვე გაწავა არქეტიპირების და მე უბრალოდ აღნიშნავ რომ ბოლოს აუცილებლად ვამატებთ სამყაროს ხაზებს აუცილებლად გამოგვყავს ფიქსაციის ფიგურა ნუ ფერებს რა თქმა უნდა ადებთ თქვენი შეგრძნებების მიხედვით როგორ გრძნობთ ენერგეტიკულად რა ფერი ჭირდება ამა თუ იმ დამუშავებას რაც აქ მოხდა და აი ეს ინსაიტებიც რაც წამოვა ხატვის პროცესში ცალკე შეგიძლიათ ამოიწეროთ და ცალკე კიდე დაამუშავოთ და გააძლიეროთ ეს ინსაიტები რა თქვენში რაც წამოვიდა გაცნობიერების მომენტში თქვათ აი ამ კონკრეტულ ურთიერთობაში რა ბენეფიტები იყო თქვათ რა გაღიზიანებთ რატო ხდება ეს ყველაფერი ხატავის დროს როდესაც იფიქრებთ ამაზე დარწმუნებული ვარ რომ თქვენთან მოვა თქვენი კონკრეტული ინსაიტები რაღაცა გაცნობიერებები და თუ ამას მე გამიზიარებთ ну შეგიძლიათ რა თქმა უნდა თქვენთვის შეინახოთ იმიტომ რომ ეს მაინც ინდივიდუალური მომენტია მაგრამ თვითონ ის რომ გაცნობიერება მოვა და რაღაცა გარკვეულ მინიშნებებს მიიღებთ აი ეს გაგვიზიარეთ ახარდება ძალიან თქვენი ფიდბექები როგორც აღნიშნე პროცესი არის საკმაოდ გრძელი, ხანგრძლივი, ანუ გაშვება განთავისუფლება და რაც უფრო მეც მუშაობ, უფრო მეტი რაღაცა მოდის თითქოს გასაშვები, ხო? უფრო ხვდები, რომ ესეც მინდა დავამუშავო, ესეც მინდა დავამუშავო, ესეც გავუშვა ბარემ, ესეც და გავანთავისუფლო ჩემთან ენერგიები, გავანთავისუფლო სივრცე. საერთოდ ზოგადად მარტო ესე გაშვება კი არა
ისედაც გადახედეთ სახლშიც ნივთებს, რომელიც აღარ გჭირდებათ, აღარ გემსახურებათ, მარტო იმიტომ რომ ნივთი გქონდეთ, არ შეინახოთ, გაეცით ვიღაცას მიეცით, გადაყარეთ, ეს სივრცეც გაანთავისუფლეთ, ანუ თვითონ ხო გარემო სივრცეც გაანთავისუფლეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში. და შევხვდებით, ანუ სადღაც ესე 8-ში ხო იწყება ეს ყველაფერი და სადღაც 15 რიცხვამდე გრძელდება, ხო? და აი 15 რიცხვიდან უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენს მიზნებზე მუშაობა. კიდე ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი ტრენინგი გველოდება ჩვენ ვალენტინასთან. შემოგვიერთდით იქ, ნამდვილად სასარგებლო იქნება, მით უმეტეს ახლა ამ ყველა გაშვების მერე ძალიან სასარგებლო იქნება იმ ტრენინგში მონაწილეობა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მედიტაციური პრაქტიკები იქნება, აი სუფთა ეს მედიტაციები, რომ შემოვიდეს თქვენთან, აი მიზან მიმართული იქნება კონკრეტულ ოცნებებზე და სურვილებზე. ამიტომ კიდე ერთხელ გირჩევთ, რომ მიიღოთ აქ მონაწილეობა, მეც ჩართული ვარ და როგორც აღვნიშნე ადრეც რამოდენიმე წელია ვიყენებ ამ პრაქტიკებს, ზუსტად აი ამ პერიოდში, ამაზეა გათვლილი, იმიტომ რომ ენერგეტიკულად არის ახლა ეს ყველაზე ძლიერი პერიოდი წლის, წელიწადში რამდენჯერმე გვაქვს ეს პერიოდები, როცა იხსნება რაღაცა გარკვეული პორტალები, მაგრამ აი ეს წინა საახალწლო რატო არის, იცით, კიდე ძლიერი, გარდა იმისა, რომ კი ენერგეტიკულად ყველაფერი ის, მაგრამ უამრავი, ანუ მთელი დედამიწის სივრცე, ყველა ადამიანი არის ამაზე მომართული. ყველა ადამიანს აქვს ახალ წელს ეს შეგრძნება და სურვილი და ოცნება, რომ აი ამ ახალ წელს რაღაცა სხვა შემომაქვს, რაღაცა სიახლეს ვიწყებ და ეს ხო აძლიერებს, ანუ სივრცე არის თვითონ მომზადებული და ძალიან გახსნილი. აი მთელი დედამიწის ენერგია ადის ასე ვთქვათ სამყაროში რა და კიდევ უფრო ძლიერდება და ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გამოიყენო ისარგებლო ამ ძლიერი ვიბრაციებით, უფრო სწორედ ასე რომ ვთქვათ და შენი მიზნებიც აქ სწორად გაუშვა, ოღონდ ამას აქვს მნიშვნელობა. იცით, აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დასმულ მიზანს სწორი ტექნიკით. ეს იქნება არა მხოლოდ მედიტაციური პრაქტიკა, იქნება იქ ბალანსის წრეზე მუშაობა, ანუ რა არის საჭირო კიდე იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, ხო? და ნუ რა თქმა უნდა, ჩემი ნეიროგრაფიული ალგორითმებიც იქნება ბოლოს გამოყენებული. და ასევე როგორც დაგპირდით და როგორც აღვნიშნე, გვექნება ჩვენ კონკრეტულად ჩემთან ერთად ცალკე დავხატავთ შობის ვარსკვლავს, სადაც გავაკეთებთ სპეციალურ ნეიროგრაფიულ ალგორითმს. აქ სურვილებზეც იქნება ჩათქმული, კიდევ უფრო გაძლიერდება თქვენი საახალწლო мотиваცია. და რა თქმა უნდა იმუშავებს იმაზე, რომ მომავალი წლის 2026 წლის თქვენი ოცნებები და სურვილები ასრულდეს. რაც შეეხება ახლა ამ კონკრეტულ ვიდეოს, აქ ვიდეოში სადღაც დამთავრდება აი ამ არქეტიპირების პროცესზე და უბრალოდ ბოლოს დაურთავ სურათს, სადაც იქნება ნაჩვენები უკვე საბოლოო სახე, ანუ ენერგეტიკული სქელი ხაზებით და ფიქსაციის ფიგურით.